გილოცავთ დღევანდელ დღეს ქრისტეს მიერ ძვირფასო ძმებო და დებო. ღმერთმა პატიოსანი ჯვრის მფარველობით მრავალს დაგვასწროს ყველა ერთობითა და მშვიდობით. დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი ხალხი. მთელი საქრისტიანო იყოს მშვიდობითა და კეთილდღეობით. დღეს აღნიშნავთ პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს. ეკლესია წმინდად იცავს ამ გადმოცემას უკვე საუკუნეების განმავლობაში. ძველმა მრევლმა ყველამ კარგად იცის და თუ ვინმე ახალია ორიოდე სიტყვის მისთვისაც გავიმეორებ და მოვყვები, როგორ იყო ესე იგი იერუსალიმის ამბავი მაცხოვრის ჯვარცმის მერე. დაახლოებით 69-70 წლებში პირველად დაანგრიეს და პირველად აიღეს იერუსალიმი რომის ჯარებმა, ტიტუსისა და ვესპასიანეს ჯარებმა. ამის შემდეგ საუკუნის ბოლოს და საბოლოოდ დაახლოებით 110 წლისათვის მთლიანად დაანგრიეს უკვე იერუსალიმი, გაანადგურეს იგი როგორც დასახლებული პუნქტი. მისგან დატოვეს მხოლოდ აი გოდების კედელს რომ ვეძახით, ის ერთი კედელი და სახელის დარქმევაც კი აკრძალეს მისთვის, ანუ სახელი იერუსალიმის გამეორებაც კი აიკრძალა და ელია კაპიტოლინა ერქვა იმ ადგილს, თუ კი ვინმე კიდე დასახლებოდა და მოსპეს მთლიანად იქ კვალი ყველასი და ყველაფრისა. ხოლო თავად ებრაელები, ხალხი რომლებიც იქაურები იყვნენ, გაასახლეს და გაფანტეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განადგურდა მთლიანად კვალი ძველი იერუსალიმისა, განადგურდა მთლიანად ნაშთიც კი იმისა, რაც მაცხოვრის ჯვარცმის დროს იქ იყო და აღსრულდა მართლაც წინასწარმეტყველება, რომ ქვაზე აღარ დარჩებოდა იქ და აღსრულდა უფლის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, როდესაც მას დასტიროდნენ ჯვარცმის გზაზე მიმავალს, რომ ქალებო მეკინო დამტირით, თქვენი თავი და თქვენი შვილები იტირეთ. აღსრულდა ნამდვილად ეს წინასწარმეტყველება უფლისა და ამ აღსრულების შემდეგ დაკარგული იყო კვალი. იმპერატორმა ადრიანემ იქ მთლიანად შეცვალა ლანდშაფტი, მიწები დააღრევინა რაღაცა ადგილებზე, რაღაც დაჭაობებული ადგილები ამოავსეს. შეიცვალა მთლიანად, აღარ იყო ის ქალაქი, რაც იყო. ასე იცვლება ხოლმე საერთოდ ქალაქები, ნუ გავიკვირდებით. როცა დიდი რაღაცა დატრიალდება, ძველი სახე ხშირად მთლიანად იკარგება ხოლმე. ასეა თუნდაც თბილისი, ძალიან ბევრჯერ შეცვლილი. ვიცით, რომ 27-ჯერ არის თბილისს დანგრეული და აღდგენილი. ვიცით, რომ მაგალითად აღამაჰმად ხანის შემოსევა იყო 1795 წელს და 1832 წლის შეთქმულების დროს, ჯერ კიდე ანუ რამდენი წელია გასული, 37 წელია მას მერე გასული. ჯერ კიდე არ იყო თბილისი ბოლომდე გასუფთავებულიც კი და ნანგრევები ყარაოჯერ კიდე თბილისში. იმხელა დაქცევა იყო თურმე აღამაჰმად ხანის დროინდელი 19 საუკუნის 30-იან წლებამდე მოსული. და გასაგებია რომ რაღაცა ხელახლა შენდება და ხელახლა იწყება ხოლმე და ძველის აღდგენა ფიზიკურად არის ზოგჯერ შეუძლებელი. მაცხოვრის ჯვარიც დაკარგული იყო. ეს უდიდესი სიწმინდე და რელიკვია ჩვენი ქრისტიანებისა და როდესაც დგება დრო, როდესაც იმპერატორი რომის იმპერიის მმართველი, იმდროინდელი წამყვანი სახელმწიფოს ხელისუფალი ხდება ქრისტიანი, ეს იყო კონსტანტინე დიდი, იგი იწყებს ყველას აქვს ხალხო, ესეც გავიგოთ ჩვენ, თავისი ღვთისმოსავობა. ანუ ერთია რა გწამს და მეორეა როგორ გწამს. როგორ გწამს. ხო? აი მაგალითად როგორ გწამს ამის აღსანიშნავად შეგვიძლია გავიხსენოთ სხვადასხვანაირი სექტები. ყველაზე ნაცნობი მაგალითად რასელისტებია ყოველთვის რო ვეძახთ. რა გაგახსენდება მათი პირველი გახსენების დროს? გაგახსენდება რომ კარდაკარ დადიან და აი ყველას რო იტყვიან აწუხებენ ხოლმე. რაშიც თავისთავად ცუდი კი არაფერი არ არის. ცუდი ის არის ტყუილს აღწელებენ თორე. ეს გულმოდგინება ზოგადად მშვენიერი და მაცხოვრის სიტყვების აღსრულება. მაგრამ რა გახსენდება? მათ ესე სწამთ და ეს არის უკვე მათ სახედ იქცა. რო გაგახსენდება ვთქვათ ებრაელები, რა გაგახსენდება რომ შაბათს იცავენ მკაცრად და ძალიან ბევრ ძველ ხალხში ებრაელებს სახელი ებრაელები კი არ ერქვა, მეშაბათეები ერქვა. ამ რაღაცა ნიშანთვისების განსაკუთრებული გამოვლინების გამო. ვიღაცა უფრო მეტად ლოცვისკენაა მიდრეკილი, ვიღაცა უფრო მეტად მოწყალებისკენ, ვიღაცა უფრო მეტი რაღაც შრომისკენ, ვიღაცა რისკენ, ანუ ერთია რა გწამს და მეორეა ამ რწმენას კიდე როგორ ავლენ და რანაირად ავლენ.
იმპერატორი კონსტანტინე, რა თქმა უნდა, სანამ თავის ცნობიერებით, თავისი აზროვნებით შეიცვლებოდა, ბოლომდე გაქრისტიანდებოდა, ასე ვთქვათ, დაღვინდებოდა, იმიტომ რომ ეკლესიაში სიარულის დაწყება ერთია და გარეგან გაეკლესიურობას რამდენი ხნის მერე მოყვება, შინაგანი გაეკლესიურება, ეს ყველასთვის ინდივიდუალურია ხოლმე. ზოგი წლები დადის ეკლესიაში და მხოლოდ გარეგნულად არის იგი შეცვლილი, თორე შინაგანად ხელახალი დაბადება ადამიანს არ განუცდია ხოლმე სამწუხაროდ. და იმპერატორი კონსტანტინეც ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, უკვე ამ ახალი სარწმუნოების ზეგავლენით, რომელიც ყოველთვის აფასებდა სიწმინდეს, არ ვიფიქროთ ჩვენ, რომ ზოგიერთები როგორც გვაბრალებენ, თითქოს ჩვენ სიწმინდის თაყვანისცემა და პატივისცემა არ ვიცოდოთ. უძველეს დროიდანვე ვიცოდოთ ჩვენ წმინდა ადგილებისა და წმინდა რელიგიების პატივისცემა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ძველი აღთქმიდანვე მოდის ეს და ჩვენ ბუნებრივი გაგრძელება ვართ სწორედ ძველი აღთქმისა და ძველ აღთქმაშივე იყო თაყვანისცემი ადგილები, სალოცავი ადგილები, წმინდა ნივთები, მაგალითად წმინდა კიდობანი, აარონის კვერთხი, დაკუკი, მანანა, რომელიც შენახული იყო, აღთქმის კიდობანი, ანუ ეს ჩვენთვის ბუნებრივი სარწმუნოებაა, რომ წმინდა ნივთებსა და წმინდა ადგილებს და წმინდა ადამიანებს პატივი მივაღოთ. პირველ ქრისტიანები წირვებს ატარებდნენ გარდაცვლილი ქრისტიანების საფლავებზე. ანუ პირველ ქრისტიანების უდიდესი ნაწილი იყო მოწამე და მოწამეთა საფლავებზე ტარდებოდა ღვთისმსახურება. დღესაც ასეა, ყოველ წმინდა ტრაპეზში, ანუ ყოველ საკურთხეველში მოწამის ნაწილია ხოლმე ჩადებული შიგნით. კურთხევის დროს და ასეა მუდმივად, სანამ ის ტაძარი არსებობს. და იმპერატორმა კონსტანტინემაც ცალკე როგორც ახალგაქრისტიანებულმა კაცმა და ცალკე თავისი წარმართული სარწმუნოების მიხედვით, რომელიც ნიშანთვისებები მას ბუნებრივია ექნებოდა ჯერ შემორჩენილი, მოინდომა რომ რაღაცა მოწესრიგებული სახე, ასე ვთქვათ, აი კულტის სარწმუნოების სხვანაირი მისთვის ნაცნობი სახე შეეძინა ქრისტიანობისათვის. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკვე თავად ქრისტიანობის ზეგავლენით წავიდა არა წარმართობის მხარეს, არამედ წამოვიდა უკვე ქრისტიანული კეთილმსახურების მხარეს და დაიწყო უკვე მოძიება წმინდა რელიქვიებისა და დაიწყო სწორი თაყვანისცემის დადგენა ხალხში. და იმპერატორის დანება რო იქნება და ამხელა ძალაუფლების მქონე ადამიანის სურვილი რო იქნება, რა თქმა უნდა, სხვა მასშტაბის ამბები შეიძლება განხორციელდეს და მან მოინდომა თავად იერუსალიმის აღდგენაც. მის დროს დაიწყო გაწმენდა იერუსალიმისა და ბევრი რომ არ გავაგრძელო, გააგზავნა ამისათვის საკუთარი შობელი დედა, დედოფალი ელენე, რომელიც უკვე ასაკოვანი იყო, მაგრამ იყო ძალიან გონიერი და ბრძენი ქალბატონი და პირადად მას, როგორც უფროს დედოფალს, დედა-დედოფალს, ჩააბარა ზრუნვა აი ამ დიდ საგანგებო საგულისხმო საქმეზე, რომ მოძიებულიყო იერუსალიმში ყველა ის ადგილი და ყველა ის რელიქვია, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მაცხოვრის მიწიერ მოღვაწეობასთან და მსახურებასთან. ამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შორის განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეკავებინა ჯვარს, თუ მას იპოვიდნენ და თუ მას აღვაჭდნენ. და როდესაც გაიწმინდა ის ადგილი, სადაც გოლგოთა იყო და იქვე ახლოს იყო ეს გადმოცემით, რომელიღაცა ყოფილი წყალსაცავის ფსკერზე ჩაყრილეს ჯვრები მაცხოვრისა და ორი ავაზაკისა და დაფლული, როგორც ტანჯვის იარაღები, გაწმინდეს ვიღაცა მოხუცი ხალხის დახმარებით, გადმოცემით ვიღაცა მოხუც კაცს იუდა რქმევია. ეს იუდა მალავდაო, მაგრამ მე შეაშინესო და თქვა, სადაც იცოდაო, გადმოცემით რომ აქა და აქ არისო ამ კაცის ჯვარი დაფლული, გათხარეს ის ადგილი, ამოიღეს სამი ჯვარი და ვეღარ გაარკვიეს რომელი იყო ამ სამი ჯვრიდან ქრისტეს. და ამ დროს მიცვალებულს გძალავდნენო, იქვე შორი ახლოს და შეახესო მიცვალებულს, როგორც ჩანს ახლა დედოფლის ბრძანებას წინ ვერ აღუდგა, შეახესო სამივე ჯვარი ავაზაკებისაც, მაცხოვრისაც და მაცხოვრის ჯვრის შეხებისას, ერთ-ერთი ჯვრის, რომელიც ირწმუნეს, რომ მაცხოვრის ჯვარი იყო, ეს ჯვარი გაწოცხლდა. ეს სასწაული ინება უფალმა იმისათვის აღსრულებულიყო, რომ გამოჩენილიყო სინამდვილე და რომელი არის ჩვენთვის პატივმისაგები ნივთი. და ამის შემდგომ უკვე ჯვარი პატიოსნად იქნა დაცული. ეს ჯვარი იქნა გამოტანილი, გასუფთავებული. მაშინდელმა იერუსალიმის პატრიარქმა ეს ჯვარი გამოიტანა ხალხის საჩვენებლად და ყველას რო დაენახაო, ძალიან ბევრი ხალხი შეგროვდა ამ ამბის გამო, მაღლა აწიაო, ამიტომ ქვია ჯვრის აღმართების დღესასწაული და უამრავი ადამიანი მოდიოდაო ჯვრის პატივის მისაგებად. ეს დღე
რაღაცნაირად გაორმაგდა, იმიტომ რომ წლების მერე უკვე მე-7 საუკუნის დასაწყისში სპარსეთის მეფე ხოსრომ ეს ორი იმპერია, რომი და სპარსეთი 15 საუკუნე ეჭიდავებოდა ერთმანეთს. 15 საუკუნე არის დაახლოებით მთელი ჩვენი ესეთი კულტურული კაცობრიობის ისტორია, რაც ვიცით, იმისი ნახევარი. სპარსეთი და ხან სპარსეთი ერქვა, ხან ირანი და ხან რომი ერქვა და ხან ბიზანტია, თუმცა ბოლომდე რომი ერქვა, ჭიდაობდნენ საუკუნეების განმავლობაში. ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნიდან დაიწყეს, დაამთავრეს, რა ვიცი, როდის დაამთავრეს. ახალი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში მინიმუმ, როდესაც ირანი ისლამური გახდა. მაგრამ მანამდე ეს ორი უდიდესი კულტურა, უდიდესი ცივილიზაცია იყო მუდმივ დაპირისპირებაში. და ხოსრო, რომელიც თავს დაესხა რომს, ატყვევებს იერუსალიმის იმჟამინდელ პატრიარქს და თან მიაქვს ეს დიდი რელიკვიაც მე-7 საუკუნის დასაწყისში. და მერე ჰერაკლე კეისარი, რომელმაც მოთაშორის თბილისის დარბია ხაზარების დახმარებით, ორწლიანი ალყის მერე, ჰერაკლე კეისარი იბრუნებს პატიოსან ჯვარს და დაბრუნებაც დაემთხვაო ამ დღეს. ჯვრის დაბრუნებაც ისევ იმავე დღეს დაემთხვაო. ან წინა დღეს, ან იმ დღეს დაბრუნებულა ისევ ჯვარი იერუსალიმში. თუმცა ერთიც არის, არ დავივიწყოთ ისიც ხალხო, ძალიან ბევრი ადამიანი ხშირად მოკადულობს ხოლმე იმითი, რაზეც პირველადი ასე ვთქვათ, მთავარი აქცენტი არ უნდა გაკეთდეს. კიდევ ვიმეორებ, ესაა უდიდესი წმინდე და უდიდესი წყალობა უფლისა, რომ თავისი ჯვარცმის იარაღი, ჩვენი გამოხსნის იარაღი შემოგრჩა და დღემდე პატიოსნად არის დაცული. ჩვენ ქართველებს აგერ გადავალთ რამდენი 500 მეტრია დავიბოლო გადასასვლელი და სიონში გვაქვს შენახული წმინდა ნინოს ჯვარი. და ასე შემდეგ. ეს უდიდესი სიხარულია ხალხო, დიდი ნუგეშია და ლოცვის სურვილსაც კი სხვანაირად აღუძრავს და უძლიერებს ადამიანს. მაგრამ ჯერ კიდევ იოანე ოქროპირი მე-4 საუკუნეში არ დაგვაუწყდეს, რას გვაფრთხილებდა. რომ იოანე ოქროპირი ესეც სიტყვებს ამბობდა მე-4 საუკუნის მერე კიდე რამდენი რამე მოხდა 16 საუკუნეში, კიდე ცალკე საკითხავია, რომ ამჟამადო იოანეს სიტყვებია ეს, რო შევკრიბოთო ყველა ის ნაწილიო მაცხოვრის ჯვრისა, რომელიც მსოფლიოში არისო განაწილებული და ერთად შევაერთოთო, მაცხოვრის ჯვარი კი არა ნოეს კიდობანი გამოგვივა. რატო? იმიტომ რომ ყველა იბრალებდა, რომ მას ჰქონდა მაცხოვრის ჯვრის ნაწილი. და მე აქ მინახავს ხოლმე ვიღაცა რიგითი ადამიანები, რომელიც მოსულა და უჩვენებია, რომ აი მე მაცხოვრის ჯვრის ნაწილი მაქვს ჯვარში ჩადებული და იმითი დავდივარ. ხო და საიდან გაქვს კაცო, ხო უნდა რაღაცა დაფიქრდე ადამიანს, რომც არ გქონდეს ყოველი ჯვარი, ყოველი პატიოსანი ჯვარი, ნაკურთხი ჯვარი, რომელიც ჩვენ გულზე გვიკიდია, ეს არის იგივე ჯვარი. არა აქვს უკვე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ფიზიკურად, ეს არის ის ჯვარი თუ არა, ფიზიკურადაც ის ჯვარია ჩავთვალე. როგორც კითხულობენ ხოლმე, გრაალი სად არის? ის თასი, ის ფიალა, ის ბარძიმი, რომლიდანაც მაცხოვარმა საიდუმლოს ერობის ჟამს აზიარა თავისი მოწაფეები. ყოველ წირვაზე აი ტრაპეზია დაბრძანებული. ყველა ტაძარში იგივე ბარძიმი დევს. ყველა ტაძარში დევს გრაალი, ხალხო და ის სიგიჟეები, რითაც ზოგიერთი ქრისტიანი ყავდება და რითაც იგი თავის ცხოვრებას გააცდენს ხოლმე და ამ ცრუ მიზანს გადააყოლებს ხოლმე თავისი ცხოვრების წლებს, ენერგიას და ნიჭს, არის ძალიან გულდასაწყვეტი. არ უნდა მოვიქცეთ ასე, უნდა ვიყოთ კეთილი მორწმუნეები, გონიერი მორწმუნეები. და სიწმინდესაც ისე უნდა ვცეთ პატივი, როგორც ქრისტიანებს და მართლმადიდებლებს გვეკადრება და არა წარმართულად. არა წარმართულად, თორე არავინ არ უარყოფს, არც ერთი ჯანმრთელი ქრისტიანი არ უარყოფს სიწმინდეთა თაყვანისცემას, წმინდა ადგილებისა და წმინდა ნივთების და წმინდა ნეშთების პატივმიგებას, რომლებიც განსაკუთრებული მადლმოსილებით არიან, რა თქმა უნდა, გაჯერებული და ახსავს. კიდევ ვიმეორებ, დღეს არის ჯვართამაღლების დღე. ჯვრის დღე, რომელზეც გუშინაც ვისაუბრე და ჯვარი, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად წარწმენდულთათვის სიცოცხლე არის, ხოლო ჩვენ ცხონებულთათვის არის იმედი, ნუგეში და სიამოვნება. ჯვარი, რომელზეც პავლე მოციქული ამბობს, რომ მე არაფრით არ ვამაყობ გარდა ჯვრით. არაფერი საამაყო არ მაყო და სატრაბახო სასიქადულო, თუ კი რამით ვმოქადულობო, არც ბევრი მიმდევრით, არც ტანსაცმლით, არც სახელით, არაფრით, მხოლოდ იმითი, რასაც ქვია ქრისტეს ჯვარი. და რანაირად
რანაირად ეს როგორ განიხილება? ისევ პავლე ამბობს, მე ქრისტე დღემდე ჯვარზე ეკვრებაო. რანაირად ხდება ეს, რომ ჯვრით ამაყობს? იმიტომ რომ ჯვარც მის შესახებ ითქვა სწორედ მაცხოვარი რომ ლოცულობდა თავისი სამეუფო ლოცვის დროს, რომ ხალხო, ნუ ვიხმაურებთ, ძალიან გთხოვთ, თუ სასაუბრო გაქვთ, ცოტა ხანი გადიდგარეთ და დაბრუნდით. ხოდა მაცხოვარი რომ ლოცულობდა თავისი ჯვარცმის წინ სამეუფო ლოცვის დროს, რომ ადიდე ძე შენი და რახმა მოისმა ზეციდან, ვადიდე და ყოლადსა ვადიდე. და თავისი დიდებისთვის მოემზადა სწორედ ქრისტე და მაცხოვრის დიდებაა მისი ჯვარცმა. ოღონდ იმისთვის, ვინც ამას სწორად ხედავს. ხშირად არის ხოლმე ეს კითხვაც დასმული ქრისტიანთადმი, რომ თქვენ ტანჯვის იარაღს როგორ სცემთ პატივს? აი ნაჯახით რომ მოეკლათ, თოხით რომ მოეკლათ, თავში ჩაერთხათო ქრისტესთვისო. ეს იარაღიო ამის ტარებას და დავიწყებთ, იმიტომ რომ ესე იგი ღმერთმა ეს იარაღი აირჩია ჩვენ გამოსახსნელად. ეს ნივთი აირჩია, რომლითაც აღსრულდა მარადიული მსხვერპლი. მაგრამ მაცხოვარმა კეთილ განაგოდა ასე ინება, რომ ჯვარი იქნა არჩეული მისი გამოხსნის იარაღი. ჯვარი, რომელიც იყო სირცხვილის იარაღი. ჯვარი, რომელიც იყო ვისთვის განკუთვნილი სამშობლოს მოღალატეებისათვის, მშობლების მკვლელებისათვის, პატარა ბავშვების დახოცვისათვის. აი უმძიმესი დანაშაულებებისთვის იყო დასაშვები, რომ ჯვარზე ადამიანი გაეკრათ. ყველას არ აკრავდნენ ჯვარზე. და მაცხოვარმა ეს იარაღი, ეს ნივთი ყველაზე უფრო დამამცირებელი და მტანჯველი აღსასრული აირჩია უფალო. და მისი გაშლილი ხელებიც ეს არის სიმბოლო იმისა, რომ იგი ძველი აღთქმისას, ახალი აღთქმისას, წარსულისას და მომავლისას ყველას ერთად შემოკრებს და ყველას ერთად გადაარჩენს. აუმაღლდე და ამ ამაღლებითო გავაღო გზა ამბობს. გაიხსნა გზა, გაიხსნა ზეცა, გაიწმინდა ჩვენი გზა ზეცისკენ უფლის ამაღლება. უფლის ამაღლება მისი ჯვარცმით დაიწყო, როცა იგი მიწიდან ზემოთ გააკრეს. თითქოს და რა მოინდომა ბოროტმა? ბოროტმა მოინდომა ორი ავაზაკის შორის გაეკრა ქრისტე, როგორც ცენტრალური ავაზაკი, როგორც მთავარი დამნაშავე და მთავარი საზიზღარი ადამიანი. ესე მოინდომა ბოროტმა და უფალმა იქაც კი ჯვარზე გაკრულმა მოახერხა იმდენი, მოახერხა ცოტა უხერხული ნათქვამია, მაგრამ გამოაჩინა თავისი ძალა იმითი, რომ იმ ავაზაკთაგან ერთ-ერთი ჯვარზევე გაკრული მოიქცა, ჯვარზევე გაკრული მონანიების ღირსი გახდა, შენდობის ღირსი გახდა და მოციქული გახდა, იმიტომ რომ ავაზაკი არის მოციქული. მან მეორე ავაზაკს უქადაგა, რომ რას აკეთებ, ჩვენ ისედაც დამნაშავე ხალხი ვართ და ეს მართალი კაცი იღუპება. ავაზაკმა გაიარა მთელი გზა მგმობელობიდან მოციქულობამდე. ყველაფერი გაიარა ჯვარცმულმა კაცმა. თან ისე გვერდზე მყოფმა მაყურებელმა კი არა, თვითონაც როგორც ჩანს მძიმე დამნაშავემ და თვითონაც როგორც ჩანს ძალიან რთულმა ადამიანმა და თვითონაც ამ ტანჯვაში მოყოლივლმა კაცმა. ამიტომაც ის ავაზაკიც ჩვენთვის არის ერთის მხრივ ნუგეში, რომ თურმე ასეთ მდგომარეობაშიც კი შეგიძლია რომ ღმერთი არ დაკარგო, ღმერთი მოიხმო და გადარჩე და მეორე მხრივ არის რა თქმა უნდა უდიდესი შემარცხვენელი და შემაშინებელიც, რადგანაც თუ კი იმ კაცმა ასეთ მდგომარეობაში შეძლო აღიარა ქრისტე და გაიარა მთელი გზა, რომელსაც ადამიანი უნდა გადიოდეს, მით უმეტეს, როდესაც არც ჯვარზე ხარ გაკრული, არც ნაცემი ხარ, არც ნათხები ხარ, არც მიტოვებული ხარ, არც მშიერი ხარ, არც ის ხარ, არც ეს ხარ, რატო არ უნდა იყო ღმერთის მხარეზე? რატო არ უნდა იყო ღვთისმიერი? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი. თან ჩვენთვის განსაკუთრებულია ეს დღე კიდევ ერთი რაღაცის გამო. ეს დღესასწაული 326 წელს მომხდარა. 326 წელი არის ის უადრესი თარიღი, რომელიც ითქმება, რომ არის ჩვენი ერის გაქრისტიანების დღე. სხვადასხვა თარიღია ხოლმე, 328, 336 და ასე შემდეგ. მაგრამ ამაზე უფრო ადრე მომხდარა ყველა ისტორიული წყაროს მიხედვით, ანუ ჯვრის გამოჩენა იერუსალიმში
ეს იყო პირველი გამოჩენა მსოფლიოში ჯვრისა, ასე ითვლება. მაგრამ ქრონოლოგიურად ამაზე უფრო ადრე მოხდა მცხეთაში ჯვრის გამოჩენა. დროის თვალსაზრისით რამოდენიმე წლით ადრე მოხდა მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას დროს მცხეთის ჯვრის გამოჩენა, როდესაც სვეტიცხოვლის ადგილას მოჭრილი ხიდან ის სასწაულებრივად ნათლის სამი ჯვარი განაწილდა და გადავიდა ჯვრის მონასტერი, სადაც დგას თხუთისთაზე და უჯარმისკენ, როდესაც წავიდა და ბოდბისკენ, როდესაც იქნა მერე გადატანა. ანუ დროის თვალსაზრისით მსოფლიოში პირველი გამოჩენა და განდიდება ამ სახითა, რაც ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული, ჩვენ სამშობლოში მომხდარა და ეს ჩვენთვის სიამაყის მიზეზი კი არ არის, ამეთ პასუხისმგებლობის საფუძველი. რომ ჩვენ ცოტა უფრო სხვანაირი რაღაცა გვავალია და გვეკუთვნის ხოლმე. და მადლობა ღმერთს ამისათვის. მადლობა ღმერთს, ტყუილა ღმერთი არაფერს აკეთებს. როგორც ჩანს მას ჩვენი იმედიც აქვს, ჩვენი ხალხის რაღაცა ნდობაც აქვს. სიბრალული აქვს, სიყვარული აქვს თუ არ ვიცით ღმერთი როგორ გადაწყვეტს ამას, მაგრამ ჩვენ ვიყოთ ღირსეულები, რომ მან თუ ეს რაღაცეები ჩვენ შორის გამოაჩინა, როგორც ჩანს იმისი იმედიც ჰქონდა, რომ აქ ამ ყველაფრის შემრგები და ამ ყველაფრის შემნახველი ხალხიც იცხოვრება. და ვიყოთ ასეთი ადამიანები შეძლების და გვარი. დღეს მძიმე დღეა ხალხო ჩვენი ქვეყნისთვის იმავდროულად, ისედაც სამარხო დღეა. ყოველთვის ჯვარცამაღლება არის ერთდღიანი მარხვა, დღეს მარხვა. მაგრამ ამას ემატება ის, რომ ჩვენს უახლეს ისტორიაში 27 სექტემბერი არის სოხუმის დაცემის დღე. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სამშობლო გამთლიანდეს და არაფერზე უარი ჩვენ არასოდეს არ ვთქვათ, ოღონდ ისევ ვიმეორებ, გონივრულად და მშვიდობიანად. არა მუქარით, არა ჯიღის ბრაგაბრუგი, არა, რა ვიცი, 1000 რაღაცით, რითაც შეიძლება საქმე მხოლოდ გავაფუჭოთ, არამედ ქრისტიანულად, ღვთისმიერად, ადამიანურად, ვაჟკაცურად და ისე, როგორც მართლა მამულიშვილობასა და ღვთისშვილობას შეეფერებოდა. ერთის მხრივ ეს არასოდეს არ უნდა დაგვაუწყდეს. ებრაელები 2000 წელი, 1900 წელი, რა ვიცი, რამდენი წელი. ყოველ წელიწადს ერთმანეთს რო რაღაცა წერილს უგზავნიდნენ, აი რაღაცაზე ერთი ებრაელი მეორე ებრაელს მიწერდა წერილს. მოიკითხავდა, თქვა, შვილის ჯანმრთელობა როგორ არის? ღმერთმა ყველა კარგად უმყოფოს ყველას. წერილს ბოლოში მიაწერდნენ ხოლმე, მომავალ წელს იერუსალიმში. მომავალ წელს იერუსალიმში. ერთი წუთი არ დაუგდია მრავალ თაობას. აი ის ხსოვნა, რომ თავისი სამშობლო მათ უნდა ქონოდათ და უნდა დაებრუნებოდათ. ქრისტიანისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ახალი აღთქმის ისრაელისთვის სამშობლოა მთელი დედამიწა. ესეც არის. ესეც არ დაგვავიწყდეს. რომ არ ვართ ჩვენ რაღაცა ერთ ადგილზე დაბმულები. ბასილი დიდის გადასახლება რომ მოინდომა იმპერატორმა, რა უთხრა ბასილი, ღმერთს ერთად ვერ წამართმევოდა. სადაც გინდა წამიყვანებოდა, თვითონ იმდენად შეკვდაო იმპერატორი ამ კაცის დიდებულებით, რომ პირიქით იქით წიგნები აჩუქა და იქით უფლებები მოუმატა თურმე ბასილი დიდს. მაგრამ და ეს ბევრი ვიცით ჩვენ ქრისტიანობაში ამისი მაგალითი ნანიმუში, ნეტარი ავგუსტინეს დედის და მისი მაგალითი და რა ვიცი, ყველა წმინდანის ამბავი. ბოლო-ბოლო წმინდანინო კაბადოკიიდან და იერუსალიმიდან ჩამოვიდა ჩვენთან და მისი სამშობლო საქართველო. მაგრამ ამას რატომ ვამბობ? იმიტომ რომ მაინც სამშობლო ყველას ძალიან უყვარს და უნდა უყვარდეს ნორმალურ ქრისტიანს. იმიტომ რომ რაღაცა გაგაჩინა ღმერთმა, იმას უნდა უპატრონო, იმას უნდა მიხედო. იმას შენზე კარგად ვერავინ ვერ გაუგებს. რა ვიცი, ასე მგონია რომ ქართული ფუტკარით სხვანაირად ბზუვის და ძაღლით სხვანაირად იხებება. რაღაცნაირი ჩვენი გვაქვს, ჩვენ ერთმანეთისა სხვანაირად გვესმის. ზოგჯერ კი არ გვესმის ხოლმე, მაგრამ მაინც თუ მოვინდომებთ, ყოველთვის უკეთესად გვესმის. ყოველთვის უკეთესად ვიცით ერთმანეთის მხარში აღდგომაც, ერთმანეთის ნუგეშინისცემაც, ერთმანეთის გაძლიერებაც, ხელის საშუალებაც და ყველაფერი. უბრალოდ დაჭმაც უკეთესი ვიცით ხოლმე მერე და იმ ანდაზისა არ იყოს, მუხამთქაო, სული რას მიზავდაო, ჩემი ჯიშისა არ ერიოს შიგნით. ამიტომაც ჩვენ ერთმანეთთან ვართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში ქართველები. ვინც არ უნდა ვიყოთ სასულიერო პირი, ერისკაცი, მონაზონი, დიდი, პატარა, მორწმუნე, ურწმუნო, სხვანაირი ერი გვაქვს. მართლა უცნაური ხალხი. კარგები ვართ ან ცუდები ვართ, ამას კი არ ვამბობ. რაცა ვართ ეგა. ხო და ამიტომაც ჩვენ ჩვენსას უნდა უპატრონოთ.
ჩვენსაც უნდა გაუფრთხილდეთ. გაუფრთხილდეთ იმას, რაც არის მარადიული ღირებულებები, თაობათა შორის ურთიერთობები, სიყვარული, ატივისცემა, გატანა. დღევანდელი აი გამოკითხვები ტარდება იმ დღეს ვნახულობდი რაღაცას. ბოლო დაახლოებით 7-8 წელიწადში რა გამოკითხვაც კი არის მოწაფეებს შორის ჩატარებული მთელ მსოფლიოში, ყოფილ თქვა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, სადაც კი არის ჩატარებული გამოკითხვები, მოწაფეებს რო ეკითხებიან მაგალითად, როგორი მასწავლებელი მოგწონს. დღეს ყველა ლაპარაკობს ამ პრობლემებზე, რომ სკოლა როგორი იქნება და ბავშვს რა უნდა ვასწავლოთ, მოდის ბავშვი ყველაფერი იცის უკვე. დაუჭერია ტელეფონი და შენზე სწრაფად სანამ მოუყვები, ნანახი აქვს უკვე და აღარ უნდა შენი მოყვება. ერთადერთ რამეს წერს უყველა. ყველა ბავშვი, არც ერთი ბავშვი არ იძახის, რომ მასწავლებელი მინდა ცოდნას გადმომცემდეს. თუმცა ესეც საჭიროა. ყველა წერს იმას, რომ ვიღაცა მინდა, ვინც დამელაპარაკება. ვინც რაღაცეებს ამიხსნას. ვინც მე დროს დამითმობს. ვისაც ვეყვარებ. და ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ხო რაღაც ყველანი ბავშვებიც ვარ. და მით უმეტეს ის ბავშვები, რომლებიც მართლა ბავშვები არის. იმად რა აქნან, კაცო, ესაა ჩვენი მომავალი თაობა, ესაა ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენ თვითონ ვართ ისინი. და მათ ეს ჭირდებათ, რომ ვიღაცა მათ რაღაცას უხსნიდეს. ამიტომა შეცდომა, თუნდაც მოდაში შემოსული ის, რომ შენი შვილის თანატოლი უნდა იყო. და ყველაფერში აყვე, რასაც ის გააკეთებს, არა, განა არ უნდა აყვე და განა ეს რაფია შორიდან უნდა უყო. არა, რაღაცაში აყვები, კიდევაც ეთამაშები და კიდევაც წაყვები და წამოყვები, მაგრამ შეცდომა ზუსტად ესაა, ხალხო, რომ ის თავის თანატოლს ისედაც ნახავს. ისედაც ნახავს, კაცო, ვიღაცა ორ მეგობარს და ორ მეზობელს როგორ ვერ იპოვის თავის ტოლს ახლა ბავშვი. მაგრამ უფროსი უნდა ვიღაცა ვის მას დაუჯდება, რაღაცას აუხსნის, გამოცდილებას გაუზიარებს, სხვა თვალით დაანახებს და ასე შემდეგ. და ამიტომ არის შეცდომა ესეთი დამოკიდებულებები, რომ ჩვენ იმ ტოლს ვჭრით, რომელზეც შეგვეძლო ხდარიყავ. ესაა ზუსტად ის უგუნური სიყვარული და არა მართლა სიყვარული, რომელიც ადამიანის ხვალინდელ დღეს ადამიანის სიმტკიცეს და გაძლიერებას უწყობს ხელს. და ამიტომაც ჩვენც პავლე მოციქული როგორც ამბობს, ყოველივეს შვენიერად იქმოდეთ. რასაც გააკეთე ლამაზად, ლაზათიანად, მარილმოყრილად და კოხტად. აი ერთი ამბავია, ადრე მომიყვა ერთი მონაზონი, ათონის მთაზე რაღაცა მოუგონებიათ ახალი საკითხავი თუ ახალი საგალობები. და დაუწყიათ და როგორც ჩანს თქვა კარგი თორე ეს განა აკრძალულია რომ ვინმე ახალი რაღაცა შექმნას. არა, უნდა იქნებოდეს კიდეც. სულიც მინდა კი არ წასულა ამ წუთისოფლიდან რომ ადამიანები აღავსოს შემოქმედების მადლით. ისევ ჩვენთანაა და რა თქმა უნდა, ყველაფერი ახალი უნდა იქნებოდეს. მაგრამ ყველაფერი რაც ახალია, ყოველთვის კარგი არ არის ხოლმე. და შეუქმნიათ რაღაც საკითხავი თუ პარაკლისი თუ საგალობელი თუ რაღაცა, რომელიც ერთ-ერთ ტაძარში დათქვეს, რომ აი მსახურების დროს ჩავატაროთ და ერთი როგორი იქნება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ნახოთ როგორ გამოვა. და შუა მსახურებაზე მიუტოვებიათ მსახურება მონაზონებს. ხო და კითხვა რომ დასმულა რომ რატო წახვედითო და რა არისო იცითო, ღმერთიო არისო ძალიან ხო ყველაფერი შვენიერი შექმნაო ღმერთმა. ბიბლია ხო ესე იწყება, ყოველი დღის ბოლოს უფალი ამბობს, რომ იხილა რომ ეს ყველაფერი არის კარგი. რაც გააკეთა კარგად, კარგი. იხილა რომ ყველაფერი შვენიერი. ღმერთი რასაც აკეთებს ლამას და ღმერთიო ყველაზე მეტად გემოვნებიანია. იმასო ჩვენ რო რაღაცა მოგწონსო, ისიც კი იმისთვის ალბათ არაფერი არ არისო, იმდენად დიდიაო მისი შემოქმედება. ჩვენ მხოლოდ ვებაძებითო მას და ჩვენ თვითონ არ მოგწონსო ეს ყველაფერი და იმას როგორ მოეწონება. და მიუტოვეს თურმე მსახურება იმ ვიღაცა კაცს თუ რა ჯგუფს, რომელმაც რაღაცა ახალი გამოიგო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვიღაცა გაექცეს და გამოექცეს. არა, ეს იყო ძალიან ცოცხალი რაღაცა და ეს არ იყო ვიღაც გასალანძღად და დასამცირებლად. როგორც ჩანს, მართლა არ იყო კარგი რაღაც შექმნილი. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენს თუ რაღაცას ვაკეთოთ შვენიერად, როგორც პავლე მოციქულმა გვაკურთხა და დაგვავალა და გვასწავლა. რასაც გავაკეთებთ, ყველაფერი, ვეცადოთ, რომ იყოს ლამაზი, იყოს კოხტა, ლაზათიანი, ადლიანი, გასაგები, მისაღები და ღმერთიც მოწყალე იქნება ჩვენთვის. პატიოსანმა ჯვარმა დაიფაროს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი
სამშობლო. ამინ. ჩვენი ზაკვალი და ჩვენი ოჯახები და ჯვარი გეწეროთ ყველას ხალხო. დღეს ვინც ეზიარეთ, ყველას საკურნებლად სულისა და ხორცისა ქონოდეთ მისი წმინდა საიდუმლოებანი. ღმერთმა დაგიფაროთ, გაგაძლიეროთ და დაგიცვათ მრავალსა წელსა. კიდევ ერთხელ გლოცავთ და გეფერებით ყველას დიდი პატივისცემით და გისურვებთ, რომ ძალიან ძლიერად იყოთ ფიზიკურად და სულიერად, რადგანაც სწორედ ეს სიტყვები ითქმის ხოლმე, ხო, ზიარების მერე, საკურნებლად სულისა და ხორცისა. ესე იგი, სულით და ხორცით ჯანსაღად გამყოფოთ ღმერთმა და ღმერთი გვედიდებინოს ერთხმად. მშვიდობას გისურვებთ, დღეს საღამოს ლოცვა იქნება ჩვეულებრივ 4 საათზე, ხვალდილით საკვირაო საზეიმო წირვა იქნება ტრადიციულად 9 საათზე უფლის მადლითა და უფლის წყალობით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას განვლილ ქეთევანობას, გილოცავთ ყველას დამდგარ ჯვართამაღლებას და კიდევ ერთხელ გისურვებთ ღმერთო ინებე ბევრ სიკეთეს. ჩვენთან არის ღმერთი.